თქვენ დაკავებული ხართ საუკეთესო სცენარების შექმნის ბრალდებით, მაგრამ არ გაქვთ სტიმულის უფლება. წავამყავით. სახელი და გვარი. ირაკლი ვახტანგიშვილი. ხომ იცით რის გამოც დაგაკავეთ? აღიარებთ დანაშაულს. არ მინდა, მაგრამ მომიწევს. ყველაზე მეტად შენი რომელი სცენარი თამაყო? TV11. მართლა კარგი. კაცები დადგმულია თუ ადგილზე იფიქრებთ ხმრობას? არაფერი არ არის და მაგიტო გვიყვარს კაცები, რომ წინასწარ მუშაობა არ ჭირდება. რომ არა სცენარისტი, რა პროფესიის იქნებოდი? ვიქნებოდი რა, ფიზიკოსი ვარ. რა თვისებების გარეშე ვერ იქნებოდი კარგი სცენარისტი? არ ვიცი, რაღაცა ხალხის მიმართ სიყვარული, რაღაც დონეზე განათლება. რატომ გადაწყვეტი ამ პროფესიას გაყოლოდი? ყოველთვის მომწონდა იუმორი, რაღაცების წერა და თან მივხვდი, რომ ფიზიკოსობიდან ვერაფერს ვერ ვიშოვით. რას ნიშნავს შენთვის კარგი სცენარი? ვიღაცა, ვინც შენ დაწერილ სცენარს უყურებს, ვერ უნდა მიხვდეს გამოხდა. რა ფრაზა გაღიზიანებს შენს პროფესიაზე ყველაზე მეტად? არაფერი არ მაგაზიანებს. შენი აზრით, საკმარისად დაფასებული ხარ თუ არა? გასაგებია. ერთი წამით დაფასება წერას გულს. ხელფას თუ ხალხის სიყვარულს. ორივეს. მაშინ ხალხის სიყვარული ავიღოთ. ვიცოდ. ძალიან მიხარია იმდენად ბევრ სითბოს ვიღებ ხალხისგან. რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდებს, ვისაც ეს პროფესია აინტერესებს? სულ წერომ და სადღაც რაღაცა მაგარს გააყავე. ახლა მოგცემთ 1 მილიონს, ოღონდ სცენარი არასოდეს აღარ უნდა დაწერო და თან გაგათავისუფლოთ. გაწყობ? 1 მილიონ რას? რა თქმა უნდა მოწყობს. რა თქმა უნდა.